ერთხელ უკვე სახელგანთქმული მხატვარი პაბლო პიკასო ვიღაცამ გააკრიტიკა. როგორც ჩანს, თქვენ ხატვა არ იცით. ხოლო ცდილობთ შერეული ფერებით ჩახლართული ხაზები დახატოთ. პიკასომ ფუნჯი აიღო და იქვე ძირს ხორბლის მარცვალი დახატა. ნახატი იმდენად რეალური იყო, რომ ქათამმა მისი აკენკვა სცადა. განცვიფრებულმა კრიტიკოსმა ჰკითხა პიკასოს: არ მესმის, რატომ ხატავთ იმ უცნაურ ხაზებს, როცა ასეთი სრულყოფილი ნახატების შექმნა შეგიძლიათ? რაზეც მხატვარმა უპასუხა: საქმე იმაშია, რომ ქათმებისთვის არ ვხატავ. ხშირად გარშემო მყოფი ადამიანები შესაბამისად ვერ აფასებენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ქმნით, როცა ისინი ვერ სწვდებიან თქვენი ღრმა ქმედებების აზრს, ამის გამო საკუთარ თავს კი არა, თქვენ გთვლიან სულელად. ამიტომ თუ ასეთებს გადაეყრებით, ნუ აღელდებით. თქვენ ხომ ქათმებისთვის არ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. თუ უკვე გიგრძვნიათ თავი მსგავს სიტუაციაში, დაწერეთ კომენტარებში დიახ.